მოგესალმებით. დაგიბრუნდით უგემრიელესი ნამცხრით, რომელსაც ქვია ანიუტა. ტკბილეულის მოყვარულებო, შემომიერთდით და ერთად მოვამზადოთ. მომზადება დავიწყოთ ბისკვიტით. დაგჭირდება 100 გრამი დარბილებული კარაქი, 100 გრამი შაქარი, რომელიც უნდა გავთქვიფოთ კარგად. 150 გრამ არაჟანში შევურიოთ ნახევარი ჩაის კოვსის სოდა, კარგად აურიოთ და შეურიოთ მომზადებულ მასას. დავამატოთ ლიმონის წვენი და ვთქვიფოთ იქამდე, სანამ შაქარი არ გადნება. დავამატოთ ვანილი და 150 გრამი ფქვილი. გამოგვივა აი ასეთი ნაზი და ფუმფულა ცომი. ცომი გავყოთ 4 ნაწილად. საცხობ ფორმაზე ჩავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი, წავუსვათ კარაქი და გადავიტანოთ 1/4 ცომის. მოვაყაროთ ფქვილი და ხელით გადავანაწილოთ. ძალიან თხლად გამოვა გაბრტყელება, მაგრამ არ შეგეშინდეთ, გამოცხობის დროს ამოფუმფულდება. შევდგათ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. ყურადღება მიაქციეთ, რადგან ფირფიტები ძალიან მალე ცხვება, არ დაგეწვათ. ერთი ფირფიტა მზად არის და გამოვაცხოთ მეორე ფირფიტაც იგივე პრინციპით. ცომის ნახევარს ავამატოთ 2 სუფრის კოვზი კაკაო და კარგად ავზილოთ. გავყოთ 2 ნაწილად და გამოვაცხოთ იგივე პრინციპით 2 ფირფიტა. 200 გრამი ნიგოზი დავჭრათ წვრილად. სანამ ფირფიტები გაცივდება, მოვამზადოთ კრემი. 200 გრამი დარბილებული კარაქი გავთქვიფოთ გათეთრებამდე და დავამატოთ 1 კილა შესქელებული რძე ნელ-ნელა. დავამატოთ ვანილი და შემდეგ 200 გრამი გაწურული არაჟანი. ეს ნელ-ნელა კოვს დაბალი სიჩქარით, რათა არ გათხელდეს კრემი. კრემი მზად არის და დავიწყოთ შეერთება. პირველი ფენა დავდოთ შავი, წავუსვათ კრემი, მოვაყაროთ ნიგოზი, შემდეგ თეთრი ფენა, ისევ კრემი, ისევ ნიგოზი მოვაყაროთ და ასე გავიმეოროთ ყველა ფირფიტა. შემოვაჭრათ გვერდები, რათა გასწორდეს. 50 გრამი კარაქი და 100 გრამი შავი შოკოლადი გავადნოთ. ან ორთქლის აბაზანაზე, ან მიკროტალღურ ღუმელში. კარგად აურიოთ და წაუსვათ ზემოდან. ვავაყაროთ დაჭრილი ნიგოზი. აი ესეთი ლამაზი გამოვიდა და ძალიან გემრიელია. დამერწმუნეთ, აუცილებლად მოამზადეთ და გემრიელად მიირთვით. არ დაგავიწყდეთ, გამოიწერეთ ჩემი YouTube გვერდი, დამიკომენტარეთ და მომწონეთ.